Kompania Gileadთან გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ფუნიკული ორზე მიღება გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი პროექტის მხარდაჭერისთვის გადაუხადა, რომლის მიზანიც საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციაა. ამ პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თქვენი დახმარებით ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება შევძლებთ 100,000-ობით ქართული ხალხის რომლებიც არიან დაავადებული ჰეპატიტით მაქსიმალურად განკურნებას. სოფლიოში ამ დაავადებით ძალიან ბევრი ადამიანია. ჰეპატიტის პრობლემა საქართველოშიც აქტიურად დგას. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ამ დაავადების აღმოფხვისთვის აქტიურ მუშაობას ვიწყებთ. ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას მიცემს საქართველოს, რომ ჰეპატიტი C, რომელს დღევანდელი სტატუსი არის სამწუხაროდ ძალიან გავრცელებული დაავადება საქართველოში, სულ მალე რამოდენიმე წელიწადში გადაიქცეს იშვიათ დაავადებად და ამისათვის მოსახლეობას არ მიადგეს არანაირი ეკონომიკური ტვირთი და არანაირი ფინანსური ბარიერი. უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომელიც იხსნის ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და იხსნის უბრალოდ თაობებს ამ საშინელი დაავადებისაგან და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა და შეიძლება ერთადერთი ქვეყანა განვითარებად ქვეყნებს შორის, რომელიც საბოლოოდ დაამარცხებს ჰეპატიტ 3-ის ყველა შანსი გვაქვს.